მარტი მიულოცეთ ქალბატონებს ჩვენი შესაძლებლობების მიხედვით. პატარა საჩუქრებიც გამოვძებნეთ, ყვავილებიც მოვძებნეთ, ყველაფერი რაც შეგვეძლო ვეტერანთა კავშირს და მოვიწვიეთ დიდებული ქალბატონები, რომლებიც არა მარტო ზესტაფონს, არამედ მთელ საქართველოს ამშვენებენ. ყველანი საზოგადო მოღვაწენი, ყველანი შესანიშნავი ოჯახი, შესანიშნავი შვილების გამზრდელები და შვილიშვილების გამზრდელები. აი ასეთი ხალხი ჭირდება ზუსტად, ასეთი ქალები ჩვენ ერს, ჩვენ ქვეყანას. მიულოცე 115 წლისთავია ქალთა საერთაშორისო დღის. მოგეხსენებათ 1910 წელს კოპენჰაგენში დანიის დედაქალაქია ყველა მიცით მაგი კლარა ცეტკინის ხელმძღვანელობით შეიკრიბა ქალები და გამოაცხადეს ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი. მოგიხსენებათ ზესტაფონში ფუნქციონირებს ვეტერანთა საბჭო. ყოველთვის ანებიურებენ ძვირფას ქალბატონებს ამ ლამაზი დღის მილოცვით. დღესაც დღევანდელი ღონისძიება აღნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ და გვინდა აღნიშნოთ ისეთი ლამაზი დღე, როგორიც არის 8 მარტი. დაულოცოთ ქალბატონებს თავიანთი სავალი გზა, უსურვოთ ბედნიერება, წინსვლა, წარმატებები და ძლიერება ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რაც მათ ცხოვრების გზებზე შეიძლება შეხვდეთ. გადავეცით ლამაზი ვარდები, საჩუქრად წიგნები, მისალოცი ბარათები და ვცდილობთ მოგრძალებულად აღნიშნოთ ღონისძიება. მეც ერთ-ერთი როგორც ჩართული ვეტერანთა საბჭოს გამგეობის წარმომადგენელი, ასევე ყველა ქალბატონს ულოცავ ამ ლამაზ დღეს. წინსვლა და წარმატება. მინდა აღვნიშნო ასევე, რომ შესაბამისი საჩუქრები მერიის ინიციატივით იყო შეძენილი და გადმოცემული და გათვალისწინებული იყო მათ ბიუჯეტში და მადლობა მერიას და მერს და შესაბამის შემსახურებს ასეთი ლამაზი საჩუქრებისთვის. მარტის დღესასწაულები ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულებია ჩვენი ქალბატონებისთვის მილოცვის საშუალება გვეძლევა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ყოველთვის აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას ქალბატონებისადმი და აი დღევანდელ ღონისძიებაზეც ჩვენ ვეტერან ქალბატონებს მოვიწვიეთ და მცირედ საჩუქართან და ყვავილებთან ერთად მიულოცეთ დედის დღე, ქალთა საერთაშორისო დღე და აი ახლა ამ ქალბატონების თანდასწრებით მინდა ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა მაცხოვრებელს ქალბატონს მიულოცო და წარმატებები უსურვო. შესანიშნავი ღონისძიება მოაწყო დღეს ვეტერანთა რაიონულმა კავშირმა ბატონ რამინ შერგელაშვილმა მოგვილოცა ქალაქის მერმა და ძალიან წარჩინებული საზოგადოება შეიკრიბა, კარგი საზოგადოება, კარგი ქალბატონები და ბევრი კარგი ქალბატონი ალბათ სახლშია და კიდევ სამსახურში თავის საქმიანობს და ყველა ზესტაფონას, ყველა ქალს, ყველა დედას უსურვებ მრავალ გაზაფხულის დღესასწაულს სულ ბედნიერად შეხვედროდეს, ბედნიერები ყოფილიყვნენ თავიანთ ოჯახებით და ბედნიერ ქვეყანაში ეცხოვროს თავის შვილებთან ერთად. ვილოცავთ ყველას ქალბატონებო, თქვენ სოფლიოს ქალბატონებს, ყველას განურჩევლად რასისა, განურჩევლად რელიგიისა, განურჩევლად ასაკისა, სულ გაზაფხული ყოფილიყოს მათ ცხოვრებაში. მადლობა ზესტაფონის მერიას, მადლობა ომის ვეტერანთა საბჭოს ბატონ რამის ჩვენი სიურპრიზის გაკეთებისათვის და ბოლოს განსაკუთრებული მილოცვად მინდა გაუგზავნო ზესტაფონის სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ქალბატონებს. ამ დღეებში მათ საოცარი თავდადება გამოიჩინეს თავისი პროფესიის მიმართ. საოცრად დაუდგნენ თოლში, აი როგორი სტიქიური პრობლემები ქონდა გახსოვთ, მართლა საოცარი შეუპოვნობა და პროფესიული თავდადება. არა თუ სამედიცინო სამსახურის დახმარებას უწევდნენ პაციენტებს, მათ ტრანსპორტირებაში აქტიურად ღებულობდნენ მონაწილეობას და ერთ-ორჯერ შევესწარით, მანქანასაც კი აწვებოდნენ თოლმა, რომ ხელი შეუშალათ. ვილოცავთ ქალბატონებო, დაფასებული იყოს თქვენი შრომა და თავდადება უფლის და ხალხის მიერ. მუსიკაში შეტანილი დიდი ღვაწლისთვის რევაზ ლაღიძის სახელობის მუსიკალური სკოლის დირექტორს ლალი თუთბერიძეს მუსიკის დოქტორის წოდება მიენიჭა. პედაგოგი ნინო წერეთელი კი დოდო ცინცაძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.
ორივე მათგანი დოდო ცინცაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე იყვნენ მიწვეულები, რომელიც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ნიჭიერთა 10 წლედის საკონცერტო დარბაზში გაიმართა და გალა კონცერტითა და დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი მუსიკოს ვალერიან შიუკაშვილის ინიციატივით დაფუძნდა, რათა პატივი მიეგო თავისი პედაგოგის ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის. განცდა, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივია. განცდა იმიტომ, რომ ეს აღიარება არ არის მარტო ჩემი. როცა ერთი სკოლის დირექტორს და სასწავლნაძილს ერთად აჯილდოებენ, აღიარებენ, ეს არის ალბათ მთელი კოლექტივის წარმატება. მე ყველას ვლოცავ ამ წარმატებას. პიროვნულად შეიძლება ჩვენ ვიყავით დასახელებული, მაგრამ ეს არის იმ შრომის შედეგი, რასაც მთელი პედაგოგიური კოლექტივი წლების განმავლობაში შრომობს. შრომის გარეშე წარმატება არ მიიღწევა მოგეხსენებათ და ალბათ ეს აღიარება იყო. ასევე ძალიან სასიამოვნო იყო ისიც, რომ ეს ფესტივალის ფარგლებში ეს იყო დოდო ცინცაძის სახელობის ფესტივალის გახსნა და ეს ფესტივალი არის შემიძლია გითხრათ მადლიერების ფესტივალი. ეს გააკეთა მუსიკოსმა ვალერიან შიუკაშვილმა და მიუძღვნა თავის პედაგოგს. პედაგოგისთვის ალბათ ამაზე მეტი ჯილდო და აღიარება არაფერი არ არის მადლიერი მოსწავლის თვალები და სამადლობელი სიტყვები. და იყო არაჩვეულებრივი სიტუაცია, მინდა გითხრათ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ სიტუაციაში გამოარჩიეს ზესტაფონის სამუსიკო სკოლა. არა მარტო ზესტაფონის, ასევე იყო ჭიათურის სამუსიკო სკოლაც რაიონებიდან მარტო. და თბილისის ცენტრალური 10 წლები, სადაც დოდო ცინცაძე მოღვაწეობდა თვითონ და მისი მოსწავლეების მიერ იყო ეს ფესტივალი დაარსებული და ჩატარებული. ძალიან სასიამოვნო საღამო იყო. ბედნიერი ვარ იმით, რომ ალბათ ეს იყო აღიარება იმისი, რომ ის ჩემი 55 წლიანი შრომა ტყუილად არ ჩაუვლია. მადლობელი ვარ ვალერიან შიუკაშვილის ამ აღიარებისთვის. და წარმატება მინდა უსურვო ყველა პედაგოგს და მოსწავლეების მადლიერება. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ ფესტივალის პრემიის ლაურეატობა. ეს იყო პირველი ფესტივალი და მე აღმოჩნდი ამ პირველი ფესტივალის ერთ-ერთი პირველი პრემიის ლაურეატი. რა თქმა უნდა, ძალიან მადლობელი ვარ. პირველ რიგში მადლობელი ვარ ჩემი პედაგოგების, რომლებმაც უშურველად ჩადეს ჩემში ყველაფერი და ასევე მადლობა მინდა გადაუხადო ჩემ ყველა მოსწავლეს, ვინც მომცა საშუალება, რომ საკუთარი თავის რეალიზება მომეხდინა. ძალიან დიდი ემოცია მქონდა. ვერ დავმალავ, ეს იყო საოცარი სიურპრიზი და ამ სიურპრიზის ავტორი იყო შესანიშნავი ქართველი პიანისტი ქალბატონ დოდო ცინცაძის არაჩვეულებრივი ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე, რომელიც შემიძლია ვთქვა თავისუფლად, რომ არის იდეების გენერატორი და მას შეუძლია, რომ ადამიანებს მოუწყოს ზეიმი და ფოიერვერკი. მინდოდა დამიწყო საქმე, ისეთი საქმე, რაც მეც სიამოვნებას მომანიჭებდა და ხალხისთვისაც ძალიან საინტერესო იქნებოდა. და მინდოდა რაღაც ხელნაკეთი ნივთების გაკეთება დავირჩიე ერთ-ერთი ხაზი, ეს არის სანთლების ხაზი. ჩვენი სანთლების ხაზი მზადდება სოიის ცვილისგან, არის ბუნებრივი და ასევე პარაფინით. ჩემმა საქმეებამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია მოქალაქეებში და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და ძალიან სტიმულის მომცემი. როგორც მე მსიამოვნებს ამის კეთება, თითქმის იგივე ინტერესი წამოვიდა ხალხისგან. პირველი ნამუშევარი ჩემი იყო. ეს დათუნია, არ ვიცი ეს რატო ავირჩიე, მაგრამ ძალიან მომწონს. რაღაც სითბოს მატარებელი არის და მინდოდა რომ პირველი გამეკეთებია ეს ნამუშევარი, რაც ალბათ მე თვითონ მაქვს გულში და ეს ხალხისთვისაც სასიამოვნო იქნებოდა, ეს იყო ჩემი პირველი დათუნია. პატარა სანთლების შექმნის მერე დავიწყე თაიგულების გაკეთება. პირველ თაიგული გავაკეთე ნიმუშად და ამან როცა და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და განსაკუთრებული მოთხოვნა აქვს ჩემ ნაკეთობებში თაიგულებს და თითქმის ჩემი ხაზი, სანთლების ხაზი
მიმართულია თაიგულების კეთებაში. და ყველაზე სასიამოვნო პროცესი ის არის, რომ ყოველდღიურად იმდენ შეტყობინებას ვიღებ ხალხისგან, რომ ეს ძალიან ლამაზი, ეს ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს, რომ გავაგრძელო ეს საქმიანობა და მივიყვანო ბოლომდე. პატარა ნივთებთან ერთად ვაკეთებთ ასევე ბოქსებს, სასაჩუქრე ბოქსებს, რომლის შერჩევა შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით და რა თქმა უნდა თავისივე დასტიკერებით. ეს არის საქმიანობა ჩემთვის, რომელიც მე მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას და ანალოგიურ სიამოვნება მინდა რომ ჩემი ნაკეთობებით მიიღოს ჩვენმა მოქალაქეებმა და არა მარტო ზესტაფონში მცხოვრებმა, არამედ რა თქმა უნდა მთელი საქართველოს მასშტაბით. მე გახლავთ 3 შვილის დედა, მოგეხსენებათ ძალიან რთულია სამ შვილთან ამ ყველაფრის კეთება, მაგრამ ალბათ მთელი ოჯახი ვართ ამ საქმეში ჩართული, რომელსაც ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ. 3 მარტს გავაკეთე ესეთი აქცია და გამოვაქვეყნე პოსტი, სადაც დავწერე, რომ პატარებს, ვისაც არ ქონდათ საშუალება, რომ დედებისთვის ეჭვმიათ საჩუქარი, ყველა მათგანს გადავცემდი 1 სანთლის ყვავილს. და მართლაც რომ არ ვიცი, ძალიან ბევრი ბავშვი გავახარი ამით. ისეთი სიხარულით მოდიოდნენ ხოლმე ჩემამდე, რომ ცრემლები მდიოდა. სრული გრძელობით ვამბობ ამას და ამის მერე კიდევ ამ პოსტის მერე ალბათ ეს სანთლების ინტერესი ორმაგად გაიზარდა და ძალიან მიხარია და ყველა ქალბატონს, ყველა დედას ულოცავ ქალთა დღეს, უსროლ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ყოველივე საუკეთესოს ამ ცხოვრებაში.